რახა ბერთაურის პასუხი გიგა ბუკერიას მეცხრე არხის გენერალური დირექტორი უშიშროების საბჭოს მდივანს ყველა იმ ფაქტის წარმოდგენას თხოვს, სადაც მეცხრე არხმა ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული ინტერესები გაატარა. შეგახსენებთ, ბუკერია მეცხრე არხთან დაკავშირებით განცხადება 22 ნოემბერს გააკეთა. მისი თქმით, მეცხრე არხი პრემიერ-მინისტრის პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება. ბუკერია სავარაუდოდ წინასაარჩევნო პერიოდს გულისხმობდა, ციტირება მისი განცხადებიდან. ყველასთვის ცნობილია, რომ მეცხრე არხი მისი პოლიტიკური პარტიის პროპაგანდის ორგანო იყო. ეს სიტყვები უშიშროების საბჭოს მდივანს ეკუთვნის. გლობალობა ერთია, მაგრამ მეორეა სარედაქციო პოლიტიკა და ის რომ ეთერში რა ჩანს და როგორ სარედაქციო პოლიტიკას აწარმოებს მეცხრე არხი და როგორ აწარმოებდა აქამდე და მე დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ბატონ გიგა ბუკერიასგან ან ნებისმიერი ადამიანისგან კონკრეტულ ფაქტებს სად ახორციელებდა მეცხრე არხი ან რაში ჩანდა თუ ჩანდა ეს და არ არსებობს ესეთი ფაქტი რომ კონკრეტული რაღაც ინტერესების გამტარებელი იყო პოლიტიკური მაგრამ მრავლად ხედავდით ჩვენ ამას აქამდეც და დღესაც რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესები როგორ ტარდება იმ არხებზე რომელსაც გიგა ბუკერია და ვთქვათ ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს და მართავს